თურქი ბიზნესმენები საქართველოში ფულის დაბანდებას გეგმავენ. ვითარების გასაცნობად თბილისში 25 კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა, რომლებიც თურქულ ასოციაციას წარმოადგენენ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან და თურქეთის ელჩთან ერთად სტუმრებმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ადგილობრივ ბაზარზე ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. თურქული ასოციაცია თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გაერთიანებაა, რომელიც ქვეყანაში 550 ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდს აერთიანებს. ვიზიტის მიზანი არის გაეცნონ საქართველოში საცალო ვაჭრობის შესაძლებლობებს და დაინტერესებულები არიან ეს კომპანიები ახალი სადგურის სავაჭრო ცენტრის მშენებლობით. ჩვენ წარუდგინეთ საქართველოს პერსპექტივა, ეხლა მიდის პრეზენტაციები ჩვენი კომპანიების, რამოდენიმე კონტრაქტი მათთან უკვე დასრულების ფაზაშია და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი იქნება მათი ვიზიტი საქართველოში. მე ვფიქრობ, აი რაღაც ახალ ეტაპზე გადავდივართ, სხვა დონის და სხვა კალიბრის შეიძლება ითქვას თურქულ კაპიტალთან ურთიერთობაში. ეს ჩვენი პირველი ვიზიტია საქართველოში 2 დღის განმავლობაში ქვეყნის საქმიან გარემოს გავეცნობით. საქართველოში ბიზნესის წამოწყებისთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი და უახლოეს მომავალში ინვესტიციების ჩადებასაც ვაპირებთ. ჩვენ გვჯერა საქართველოში.